ინგა მოგესალმები და მინდა ჩემი ამ ერთი წლის შედეგი ვანახო ჩემს მეგობრებს, ჩემს საქართველოს, ჩემს მოსახლეობას. წაქცეულიდან ადგომამდე რამდენი დრო დამჭირდა იმისთვის, რომ ეს ყველაფერი ისე გამიკეთებია, რომ იმ ადამიანებს მაინც გახარებოდა, ვინც მე კარგად მიცნობს. მოდი, რადგან ჩვენ ნაცვლად გავართ, არის ახალი წელი, მოდი, თელ საქართველოს მოულოცოთ ახალი წელი. ახალი წელი ყველასთვის ყოფილიყოს საუკეთესო. და ის, რომ დიდი პრობლემებია, ეს პრობლემები დროზე ღმერთს ვთხოვ, რომ მოგვარდეს. მთელი საქართველოს მოსახლეობას მე და ინგა მიულოცავთ ახალ წელს მათი მოტორსის განახლებული ოფისიდან და ამ განახლებულ ოფისს ახლა დაგათვალიერებიოთ. მოულოცოთ ახალი წელი მთელს საქართველოს და იმ ადამიანებს, ვინც საქართველოს ერთიანობისთვის თავი გასწირა. სვიად გამსახურდიას და კოსტავას თამადობით და კიდევ ადრე ჟიული შარტავა და ბევრი ყავს. ახლა ჩვენ გავაცნოთ და ვაჩვენოთ ის შედეგი თუ რა გავაკეთეთ ერთი წლის განმავლობაში და როგორ განვაახლეთ ჩვენი კომპანია. დავურძანით. ინგა, შენ რაღაცა კითხვის დასმა გინდოდა. ბატონო გელა, მე მაინტერესებს, როდესაც თქვენ მოხვედით და არაფერი არ დაგხვდათ, ეს როგორი შეგრძნება იყო? ინგა, ძალიან ძნელი იყო, ძალიან რთული იყო. როცა ვიღაცის იმედი გააქვს და 100%-ით რომ იცი, რომ ეს გაგიმართლებს და 100%-ით რომ გიღალატებს, ამაზე უარესი შეგრძნება არ არსებობს. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ მოვედი წელიწად ნახევრის უკან, ყველაფერი დანგრეული დამხვდა, ერთი ნათურაც კი არ ანათებდა. და მათე მითხრა, მამა, რატომ აკეთებ ამას? რატო იწყებ ისეულე თავიდან? მოდი, წავიდე წასასვლელის მეტი რა გვაქვს, მაგრამ ინგა მე არ ვარ ის ადამიანი. რაღაცის გამო სადღაც გავიქცე. მე აქ დავიბადე, აქ გავიზარდე და დედისა და მამის